გამარჯობა ოქტოპოსის მაყურებელო და არა მარტო დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ჩაწერას ყველაზე ინტელექტუალური გადაცემის ქართულ YouTube-ზე, რომელსაც უკვე სახელი აქვს და ჩვენმა მაყურებელმა მოიფიქრა ეს სახელი, ჩაბერე და უპასუხე. არა, გააწურია, გაიგო. კომენტარებში იყო, რომ სტუმარი მოიყვანეთო და დღეს ჩვენთან ხო არ გითხოვს ჩვენთან სტუმარი არის რობერტო მავანი. უყურე მე პირველს და სტუმარი არ იყო. და მეთქი სტუმარი რატო ვითვალისწინებთ კომენტარებს და რობერტო მავანი მყავს რობერტო მავანი მყავს ყვარა. ყვარა რას ფიქრებდი შენ რომ გადაცემას ეწყებდი მავანის და შენ ვინც გიმონტაჟებ და ეგ რო წამყვანი იქნებოდა გადაცემის იფიქრებდი თუ არა? ოდესმე დაუშვებდი თუ არა მაყოლა. არა, მართლა. აი თუ ხედავ ამ ხელაზე დაგვაქვს. რო არ თქვათ, ჩვენი წამდგენი არის ბეტსონ სპორტი, რომელიც გვეხმარება ამ ყველაფრის გადაღებაში და დიდი მადლობა მას. ეს სიუცე სხვათა შორის გამოგვიყო ბეტსონ სპორტმა. სპეციალურად ოქტოპოსისთვის ეს სიუცე არის გამოყოფილი ბეტსონ სპორტისგან და მადლობა დიდი. დღეს რას ვაკეთებთ? ყვარა, ნანახი გაქვს როგორც ვიცი, მაგრამ დღეს კითხვები იქნება და ყველა სწორ პასუხზე იქნება 2 ქულა. ყველა არასწორ პასუხზე, ან ცუდ პასუხზე იქნება -1 ქულა. მაგრამ თუ შენი პასუხი იქნება არგუმენტირებული, ასევე შეგიძლია 1 ქულა აიღო. იმისთვის რომ გავიგოთ ვინ უპასუხებს როგორც წინა გადაცემაში გვექნება ამ გადაცემაშიც რაღაცეები ჩასაბერი ინსტრუმენტები. ეს არის ჯენზისთვის, იმიტომ რომ ასაწყობია და მაინც მალე აწყობ ალბათ და მიხვდები როგორ მუშაობს. ჯენზი არის? ჯენზი. ბოლო ჯენზი ვარ მე. ბოლო გამოშვება ჯენზი. ჯენზი სტაილინგი ჯენზი არის. მაგრამ მე არ ვაღიარე. კლას შეგიძლია რომ პირით ჩაბერო. პირით შენ ჩაბერე. გადაცემას ქვია ჩაბერე და უპასუხე, ამიტომ შეგიძლია პირით ჩაბერო. ხელით ჩავბერო. ეს ნახე, ეს იწყობა. ესეც გაშალე კალაპა. მე ჯენზი არ ვარ შეჭრა. ხო, ეს დიდი ხარ ზატო და აი დიდი. შენც მიაჭირება. ჯენზის აწყობინე, ეს ამიწყო. ჩაბერე? ყანახე? ოპა, ეგ არის. გიქური შემოდის. ყვარა, დაბადების დღე როდის ხონდა? ზამთარში. მაინც გილოცავ? აი ეს შენ. მადლობა. დაბადების დღეს და გუნდიშამ რაც იმ ყაზღას გაუკეთა YouTube ლიგაზე აი ეს საჯის შავი სტოკი გამოგვიყვანეს ჩუნგება. აქ ნახე დაბალანსდა შავები და წითლები. არა დაბალანსდა. შავები და წითლები. ჩვენ დიდები გვაქვს. კაიგო. ანუ ჩემი შეება ვერ გაიგონო. ნახე? მანახე? აიგოს ჩაბერე? კარგად. აი, ვიგებ. всё, ეგ არის, გავიგე. კარგად ჩაბერე. კარგად უნდა ჩაბერე. კარგად უნდა. всё, მე გავიგე, მე დავიმახსოვრე. შენ? ესე და რა არის, ესე კი არ იხსნებ, ესე იხსნებ. რა, კი გამხიარულდი, რა უნდა. ჩვენი პარტნიორი. კომპანია ასევე 5-0, დიდი მადლობა მას და შეგიძლია მიირთვათ უკეთესი პასუხებისთვის დაგეხმარებათ 5-0. შეგიძლია მიირთვათ, არ გამიგიაგეთი ისა. გადაიღე აბა რა გინდა. შეგიძლიათ მიირთვათ. შეგიძლიათ მიირთვათ. აი, გადავიდით. პირველ შეგიძლიათ. წინა ვინ მოიგო? შენ. ხო. აღარ მახსოვდა. საფრანგეთში 1910 წლიდან მოქმედებს კანონი დღესაც, რომელიც კრძალავს კოცნას რკინიგზის სადგურებზე, პლატფორმებზე, ანუ რკინიგზის სადგურის პლატფორმებზე გრძალავს კოცნას. კოცნას? კოცნას. მინიმუმ კოცნას. კაი. რატომ? რკინიგზის სადგურებში? ხო, რატო აგრძალებს კოცნა? იმიტომ რომ მემანქანეებს ეფანტებათ ყურადღება და ვერ აჩერებენ ხოლმე წესიერად. აიცა როგორ? მემანქანეები რომ შემოდიან ბაქანზე, ეფანტებათ ყურადღება, უყურებენ ეს ველური ადამიანი როგორ ჭამს ერთმანეთს და ამიტომ ეფანტებათ. თან მან ხო ის როგორი კოცნა იციან. საფრანგეთში იციან. მემანქანეებს ეფანტებათ ყურადღება დაჟე ისეთი. ხო, ფრანგული იციან. ცოტნე, ჩემი თანაშემწე, ცოტნე. ფანკი ხო? +1 ქულა, ლუკას არ გომოწონა პასუხია. არა, სწორი პასუხი არა, სწორი პასუხი არა, რა თქმა უნდა. აბიჭო, აი მეტროსთან და მასთან ვარ ხოლმე რა, მატარებელთან. რაღაცა ეს სუნი ტრიალებს რა და შეიძლება დაავადების გადადების და გავრცელების ის უარი იყო. კოცნით? ხო. კოცნით ხო გადადის, შიცი არა მაგრამ. სუნი დგება კოცნით. არა, ანუ აი რაღაცა
გადადის. ხო გადადებდნენ ერთმანეთს. -1 ქულა. ვა, რა გიწევა. მე გავამხიარულებისა. არ იყო ვერსიები და მაგით ვთქვი. აი, როგორ არის? კვარა? მე ძალიან დიდი ხანია ამას ვაკეთებ, უბრალოდ ვერ გაიგე. არა, გავიგე, კვარა. ხუმრობ. მე მაქვს ეგეთი აზრი 1910 წლიდან ალბათ ყველაზე ისეთი ხალხმრავალი ტრანსპორტი იყო ალბათ მატარებელი. და სადგურებზე ძალიან ბევრი ხალხი იკრიბებოდა და ხალხმრავლობაში კოცნა იკრძალა აქედან გამომდინარე რა. ხო, არა. ქულას არ დაგაკლებ, მაგრამ აი ახლოს არის ეს ხალხმრავლობასთან და პატარა მინშემასაც მოხსენებს. წარმოიდგინეთ, რომ ეს ძველი დრო არის რა და მაშინ არ იყო ეს კომუნიკაცია ისეთი. შეჩემა აქამდე გეთქვა, ტეხავდა. რა ტეხავდა? გზასალბოთ ეხავდა მაშინ. ანუ იგივე თქვა კვარამ, რომ არ შეიძლება დავაყო. -1 ქულა გუნდიშას. ანუ ნახე, დავამთავრებ, იქნება ხომ ნიშნა ვაცადე ძმა. რომ ეს არის ძველი დრო. კომუნიკაცია იმდენად დღეს როგორც ერთმანეთში ტელეფონებით შეგვიძლია მოვიკითხოთ ერთმანეთის, მაგ დროს ესე არ ხდებოდა, ხო? ანუ იქ გეყო მინიშნება? კი, როგორ არ მეყო. აბა. ანუ წყვილები დიდი ხანი ვერ ნახულობდნენ ხოლმე ერთმანეთს და უეჭველი სადგურზე ხვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს. შეკრების კარგი ადგილი იყო და ძალიან ბევრი ზასაუბრდა რკინიგზის სადგურზე. რატო აიგზალა? იმიტომ რომ ძალიან ბევრი იყო. კვარა? კაკრასა ეგ დიდი ხნის უნახავი ადამიანები ნახულობდნენ ერთმანეთს, ძალიან ცუდად კოცნიდნენ ერთმანეთს. კლეულად. შენ თუ ახალი ნანახი ყავს პრო კარგად კოცნი იმას? ჰა? ახალ ნანახს პრო კარგად კოცნი? ანუ აი მონატრებულზე რა, მონატრებულზე ეს ყველაფერი ცუდად ჩანდა. ხო. არა, რაღაცა მიზეზი აქვს, რომ აიკრძალა რა. -1 ქულა კვარას. რაღაც მიზეზი მქონდეს, რატომაც აიკრძალა. ნახე. მე ვიცი შეჩემა. აბა. ანუ დიდი ხნის მონატრებულები რო იყვნენ და იქ შეკრების მომენტი იყო, მე საპირფარეშოები იყო სულ დაკავებული. და ხალხი ვერ შედიოდა რა, ვისაც მართლა საპირფარეშოში უნდოდა. ან რატო იყო დაკავებული საპირფარეშოები? ჟიმაობდნენ ხოლმე მე გადადიოდა ზედმეტებში. კოცნა რატო იყო აგზავნა? მაშინ ჟიმაობას აგზავნა. კოცნა აკრძალეს, რომ არ გამოიწვიათ ჟიმაობა. ანუ ზასაუბრდნენ გუნდიშას. აბა? ემშვიდობოდნენ ხოლმე ერთმანეთს ბაქანზე. ან შეიძლება მატარებლიდან ქონათ გამოყოფილი თავი და ესე კოცნიდნენ. ვიღაცას თავი რო წაეწყვიტა დაიძრებოდა ეს. ხო, მაგიქნება. ყველა გეცინებ ეგ არის. ეს ხო, სწორი პასუხია, ანუ 2 ქულა, ანუ 3 ქულა იყო კნო? აიღო. ანუ სინამდვილეში რა იყო, რომ რკინიგზის სადგურებზე შეყვარებულები დიდხანს ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს, დიდხანს კოცნიდნენ, ეს ყველაფერი ძალიან იწლებოდა და ანუ ეს ყველაფერი შემოეხვია, მე აღწევდა, მე უკვე ძალიან ტვინი მოიტყნაო და აუგრძალეს, რომ ხვაზე გადადიოდა, ხო. და 2 ქულა კნოს. შეხვედრა. ხო, პირიქით გითხარით კიდე. განშორება ვერ ვიფიქრე. ქულა დამაკ. საფრანგეთში ისევ, მაგრამ უკვე ეხლა, ანუ სადაც ეს ზასაუბრა. არა ეს ხუმრობა ჩავთვალოთ ვინ. გუნდიშას -1 ქულა. საფრანგეთში, სადაც ეხლა ამ ბოლო პერიოდში გამოიგონეს ახალი საბანკო ბარათი. რომელიც გარდა იმისა, რომ თავის მოვალეობას ასრულებს ჩვეულებრივად, ანუ განაღდება ჩვეულებრივად, კიდევ სხვა მნიშვნელობა აქვს, ანუ კიდევ სხვა ფუნქცია აქვს. რა ფუნქცია აქვს? ეხლაც არსებობს. მე მინახავს კოკაინს რო იმუშავებს. აუ დამო. ოპა, გიორგი გაიფაქტა რა. კოკაინს მინახავს, სად მინახავს? კიდახავს? ფილმებში. მე ეს საინტერესო თემაა. რა გინახავს აბა კოკაინს რო აგორგოლავებენ ერთ ადგილას, აი არა, აქ ნახე. არა აქვს. ანუ ყოფენ რა, აი შევარდნაძის ნაჭერი, ოუჭერი ხას. ხო. შევარდნაძის გადაუხადა. არა, ნანახი არა აქვს, გიორგის +1 ქულას. არგუმენტირებული პასუხი, ჩემთვის არგუმენტირებული პასუხია ეს. ეს ბარათები არის ძალიან გამძლე, ანუ უფრო პლასტიკი კი არ არის, უფრო ეს გამძლე რაღაცაა და ბოთლის გასაცნელად იყენებენ. მოიცა ჯერ რისია? ანუ რისი? რკინის მორკინო რაღაცაა რა. და ბოთლის ბოთლის გასახსნელად პლასტიკური ბარათი არის ბოთლის გასახსნელი. ხო, არ გინახავს ძალიან მაგარი პლასტიკური ბარათები. არა, -1 ქულა. ეს ღარიბია.
ძეხვის გასაჭრელად. არა, ეს არ არის სწორი პასუხი. -1 არც კარგი პასუხი. არა, ეგ არა, სხვა რამეს ამბობდი? არის გასაღებად რა, როგორც სასტუმროში აღებ კარს, ისე გავარ. ესე თუ ესე. ყველა სასტუმროს აღებს, ანუ არა, ანუ სასტუმროს კარისთვის კი არა. საკუთარი კარის. რაღაც ის. ხო, ეგ ხონდა სხვადასხვა ზეგმარათი ჯობავით გადაწყვეტა. კარის გასაღებად, რის თავის კარის გასაღებად არის ბარათი? ანუ აი, დანა. კალბასი ჩამითვალე ისე, კალბასი -1 ქულა კვარას. გაიყოს ეს -1. გონდიში. ცეცხლის გასაღვივებლად რა მაყალს უნიავებენ. ეს მართლა კაი ო, პასუხი. ეს კაი პასუხია, მაგრამ -1 ქულას იმსახურებს აუცილებლად. ხო, მინიშნებას მოგცემთ ახლა. ყველაზე ახლოს არის კალა. მინიშნების გარეშე გინდა. არა, არ ვარ ახლოს. სახო საბანკო ბარათია. კი, კი. და ბანკებმა ესეთი ფუნქცია დაამდეს ამ ბარათს, რომ ეკრანი აქვს და რეკლამები გადის. ზედ. ხო, არაძე. და ესე თვითონ ფულს იღებენ ამ. ესე ძალიან კაი პასუხია, მაგრამ სამწუხაროდ -1 ქულა ისე. შენ იცი ხო პასუხები? რო ჩაენაცვლო ანუ ვერა ხო გუნდი? არა, ძალიან კაი პასუხია. ეს ძალიან კაი პასუხი იყო, უბრალოდ -1. ორიგინალური იყო. საფრანგეთზე პირველი ას გახსენდებათ, შეიძლება მაკეთ წახვიდეთ. ანუ აი საფრანგეთის ამბავშია უფრო რა. ის არის ეიფელის კოშკში შეგიძლია მიადო და შეხვიდე. ანუ კოშკში სად მიადო? სადნა მიადო. და რა გაწარო რა რიგები ხო ანუ არის. ეს კარტა რო გაქვს ეიფელის კოშკში შედიხარ ისე, პროსტა. ეიფელის კოშკში ვადება. ბარათი შედიხარ და მიადელი ბარათი. ვითხა ბარათი. ესე ძალიან კაი პასუხია, მაგრამ -1 ქულა. კიდე -1. კაი პასუხი თუა? ეს ბარათი თქვენ რაღაც დოზით სიამოვნებასაც მოგანიჭებს. ღარბი ბარათი. სიამოვნებასაც განიჭებს. პორნოები გადის, რეკლამის ფაგივდა. არა, ხრელი აქვს შეიძლება. ანუ ამ საფულეში და იმაში არომატულია ძალიან და სუნი აქვს ძალიან კარგი. და ამოღების დროს, იმის დროს, ამის დროს არომატი დგება. პასუხი ამაცავა ჯიგი. ნახე, არასწორი პასუხია, მაგრამ აი ახლოს ერთი ნაბიჯი აკლია ამ ყველაფერს და მე მაგაზე მაგარი მინიშნება არა. ანუ სუნამო ეგ არის, მაგრამ არა ის რომ სუნამოზე კარგი დგება. რენდომ სუნი არ არის. ჩვენ ერთადერთი მაყურებელი, რომელიც ხავს ამ გადაცემას, ამტკიცებს, რომ ჩვენი პასუხი იყო სწორი. არ არის სწორი პასუხი და რო გაიგებს სწორ პასუხს, ნახე, რენდომ სუნი არ აქვს. მაგრამ კარგი სუნი აქვს. ხო და რენდომი არ არის. ანუ რა გამოდის? რა სუნი აქვს? ფეხის. იმან დროს მე არაფერს შევაშინე. რო უკვეთავ, აი მოდი, რო უკვეთავ, ირჩევს რაღაცასაც, აბა, რა ხდება, აბა? ირჩევს სუნს. ჩაბერე შეჩემ. მაგას მე უნდა მეთქვა ეგ. მოდი გუნდიშას ჩაუთვლი ამ ორ ქულას, რადგან ხო, სწორი პასუხი რატო არ იყო შენი? იმიტომ რომ ბარათის შეკვეთისას შენი შენ საყვარელ სუნს და შენ საბანკო ბარას ასდის ის სუნი რაც შენ გინდა და არა პროსტა კარგი სუნი აქვს. ანუ პროსტა შეხუა. არ არის, არ არის. კარგი სუნი აქვს ბარათსო. რენდომია, ნახე, ძალიან ზოგადია. ნუ მე ესე ვთქვი რომ გუნდიშას პლეუს 2 ქულა. ეგ არის როგორ რაღაც. მეგობრებო, ეხლა ამ ცეცხლზე დავწავ შევარდნა და პლეუს 2 ქულა. კი, ვუტავ მე წავალ, მე ხოლმე სტუმარი. არა. ჯოს ლაპარაკობ. მეგობრებო, კომენტარებში და ვაგზნობინოთ შევარდნას რამდენ მართალია. სუნიანი ბარათი კრედოს არ აქვს, მაგრამ ჩვენი პარტნიორია კრედო ბანკი. ზაფხული მოვიდა უკვე, რომელიც და კრედო ბანკი დაგვეხმარება სრულების ასრულებაში. მობაილ ბანკის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ მობაილ ბანკზე და მიიღოთ ციფრული სესხი 20,000 ლარის ოდენობით. არ დაგჭირდებათ არანაირი შემოსავალი, ხელზე იღებთ, მუშაობთ, უბრალოდ ანაღდებთ ქეშს, არანაირი პრობლემა არ არის. ყველანაირი შემოსავლის საფუძველზე შეგიძლიათ მობაილ ბანკში შეხვიდეთ და გაანაღდოთ და აისრულოთ თქვენი ოცნებები. მადლობა კრედო ბანკს, რომ არის ჩვენთან ერთად. ასევე რისთვის თამაშობთ, ხო? კრედო ბანკმა დაწესა და გავიზარდეთ, უკვე უფრო გაიზარდა ჩვენი საპრიზო ფონდი. წინაზე იყო 198 ლარი, თუ გახსოვთ. ეხლა არის უკვე 226 ლარი. შეიძლება და ყოფილიყო 300 ლარიც, მაგრამ გამომწერები არ ყავს მაგდენი. 226-ს გამომწერზე ვარ, მეგობრებო, დაგვალაიქეთ, რათა საპრიზო ფონდი გაიზარდოს. გაიზარდოს, რაც უფრო მეტი გამომწერი იქნება, მით უფრო გაიზრდება საპრიზო ფონდი, უფრო მეტ ფულს გავათამაშებთ, მეგონი რა. მილიონ გამომწერზე 1000 ლარი. მილიონ გამომწერზე 1000 ლარი იქნება. 1000. 1000.
500.000-ზე ვაფშე. შემდეგ კითხვა. სილარი. აველოდოთ. ველოდოთ. სოფლიოში გავრცელებული ფუტკრის ჯიშებისგან ქართული ფუტკარი გამოირჩევა უნიკალურობით. ძლიერი ვარ, ვინი? ორი რაღაცით გამოირჩევა. ერთი, რომ ყველაზე გრძელი მეორე ევროვიზია აქვს მოგებული. ეგ ბზიკებია. ეგ ბზიკები და ფუტკრები მართალია. -1 ქულა კალას. ორი დაჟე. არ გაღადავებული. რა გადაცემა ეს? ერთი გამოირჩევა, რომ ყველაზე გრძელი საცეცები აქვს და ასევე სუნი აქვს, სუნს ირჩევს თავისას. -1 ქულა კალას კიდევ ერთი. ემიძლია დაგელოდო კიდე თუ ისო. ეს ვერ მოიგებო. ხო და მეორე, რითაც გამოარჩევს უნიკალურობად ქართული. ხო. არის რაღაც. რა? უნდის. უფრო ბევრ ჯავენ. ვიდრე ჭამე. ანუ ლოგიკურად ნომივიდეთ, ახლა რა შეიძლება იყოს? უფრო რა შვები არ? უფრო მეტ ჯავენ. ნუ ფერქტუ ჭამენ ახლა ლოგიკურია. ჯვამე. მე თავს აკეთებენ, ანუ ხო. ამის კონდო და გუნდში. უფრო მეტ თავს აკეთებენ. არ არის სწორი პასუხი. არა? ანუ უფრო დიდხანს მუშაობ დროის ესე ის კონდა. მანძილზე რა, ანუ ის გძლიათ და თან დიდხანს უწევს მუშაობა, იმიტომ რომ უფრო სიღრმიდან უწევს ხო ამოღება ამისი და შესაბამისად როგორ პროფესიონალურად დროის ჩადია. მე ადრე მეფუტკრე ვიყავი. ხო, მეტყობა კიდეც. არ არის სწორი პასუხი. მაგრამ ქულას არ დაგაკლებ, იმიტომ რომ შენ ერთი ახლოს ქულა ხარ. მაინც დამიწერე. შენ ახლოს ხარ. ახლოს ხო ვარ. ხო, პროსტა არ არის, სხვაგან ხარ. მაგრამ ახლოს ხარ. ქართველი არის ზარმაცი და ნიჭიერი. შესაბამისად, მგონი რომ პირიქით. ქართული ფუტკარი ცოტას მუშაობს, მაგრამ მარგი ქმედების კოეფიციენტი აქვს მაღალი. ანუ ჩემი კარგი დაიშალა. ცოტას მუშაობს, ხო. მაგრამ ბევრ თავს აკეთებს. ცოტას მუშაობს და ბევრს ჯვავს. კალას 2 ქულა, იმიტომ რომ ეს სწორი პასუხია. ვაუ. უბრალოდ მართლა ზარმაცია, ყველაზე ზარმაცია და ოღონდ არ მუშაობს. ჰა? ოღონდ არ მუშაობს. სულზეც რომ მიღო, ვაფშე დაგიქნებოდი ხა. პროსტა ზარმაცია, პროსტა არ მუშაობს, ბევრს არ მუშაობს, მაგრამ ეს სწორი პასუხია, ხო, ანუ პირიქით ყველაზე ცოტას მუშაობს, იმიტომ რომ ყველაზე ზარმაცია და მართლა ეგეთია რა. ფუტკარიც ეგეთი ყავს ხო, შემიგარ. ანუ ყველაზე მეტი შეუძლია რეალურად და ყველაზე ცოტას მუშაობს. ამიტომ მაგაც რო ერთი კაიებას გაბა. მაგრამ ხათა შორის, პირობები რო კონდა. ყველაზე ძველი თაფლი ხო. სოფლიოში აღმოჩენილია საქართველოში. სათაფლია, რატო ქვია? სათაფლიაში არ არის აღმოჩენილი. აღარ მახსოვდა? მაგრამ სათაფლიაში იყო თაფლიდან არ აღმოჩენილი მოდის? მანამდე ეგვიპტეში და ეხა ბოლო 3-4 წლის წინ აღმოჩნეს საქართველოში უფრო ძველი ეგვიპტელი ფუტკარი ტრისას ხალი იოდის. აღმოაჩინეს თუ ფუტკრის ძველი? თაფლი არ მოაჩინეს. თაფლი არ მოაჩინეს. ფუტკრის დღნერი. კაი, გადავედი. აი ძმო, ფიჭა. ფიჭა. კალს რატო დაუწერე 2 ქულა? ფუტკარს რო გაქვს თვითონ? 1960-იან წლებში United Fruit Company ყველაზე დიდი ექსპორტიორია ამერიკაში ბანანების. მოიგონეს ეგეთი მარკეტინგული ხერხი, რის შედეგადაც მათი გაყიდვები გაორმაგდა. რა ხერხი იყო ეგ? აი ის არ იქნებოდა ბოდიში. რეკლამაში ორბანანს ჭამე. და ხალხმა ორ-ორი შამა დაიწყო. მის მახსოვს რა ეგეთი ფაქტი მახსოვს. ასე ნახე 1960-იან წლებია. ვერ რეკლამა არ გადის ტელევიზორში თუ რადიოში. მაგარი პასუხი არ მინახავს, ნახე, მე რეკლამა 1960-იანი, აი. მე რეკლამა არ მინახავს. სამი ვერსია მაქვს. დავაი. -3 ქულა. ერთი არის რომ რამდენი მივიღო? ერთი. ხო არ დაიწყეს კევების წარმოება ბანანის არომატით და და 2 იყო რეკლამაში. აუს ჭამდა. და მე ორს ჭამდა. არა, ანუ ბანანები უზღეჭა. გამოიყენებოდა არა მარტო ბანანების გასაკეთებლად, არამედ სხვა პროდუქციაშიც. კონდიტერიაში,
სხვადასხვა არომატებში რაღაც გამოყენებები გაშალეს ბანანის არომატი სხვადასხვა იმაში რა მანამწყარი გამოაცხადეს ასწავლეს ბანანი როგორ ხო გამოიყენება სხვადასხვა რაღაცებში ხო და იმათ ხოება არ იცოდნენ არ ამათ მაიცოდნენ ხოება არ იცოდნენ ხო შეიძლება რაღაცა პროდუქტი არ იყენებოდა კომპიუტერში და ეხლა იყენება რა არ არის ხრი -1 ქულა კალას რა ნამდვილად არ არის გეტყვი შეგიძლიათ გამოიყენოთ შაქრის მაგივრად დილი ხო ბანანი მე კალაში ბანანი რაღაცაში გამოიყენეს ხო შაქრის შემცვლელი იყოსო ხო უზმოზე ну ხო ეს შეიძლება იყოს ხო არ არის +1 ქულა ყვარას ეს შეიძლება არგუმენტირებული პასუხია მაგრამ მარკეტინგული ტრიკი იყო რომ ესო მარტო მაიმუნებისთვის კი არ არისო ეს სეგმენტოდა ოღონდ შეიძლება მართალი იყოს გაორმაგდა მე ორივე საშინელი პასუხია -1 ქულა ესეც მაგას თუ ფიქრობდა ესე იგი ლოგიკურია არა ცხოველებით უჭამდნენ თან თავიდან შენ პირიქით იყო ადამიანებისთვის არა რას დამიწერა ბავშვს საჭამეს აუ ბაზარი არა ბავშვთა კვებაში კარგია ყველა ხტიკი გაიხსენა იმ მარკეტინგული ნუ კარგი პასუხია სწორი პასუხი არ არის მაგრამ +1 ქულა კარგი პასუხია ეს ამ ტრიკის შედეგად ამ კომპანიის ბანანს გამოარჩევდით უფრო სხვა ბანანებისგან ეს იყო შავი ბანანი შემწვარი აი რა კარგად მიდიოდი რა შავი ბანანიც არის და შემწვარიც არის კაცო შავი ბანანი ხო მაგრამ ფერი იყო სხვა როგორ რა შემწვარს ყიდიდნენ უკვე არა რატო გაორმაგდა შავ ბანანს ყიდიდნენ დაასტიკერეს პასუხს რას მეუბნები შავი ფერის ბანანი გამოუშვეს უნივერსიტეტური შეღებეს ატამს როგებას ის აი -1 ქულას არ დაგაკლებ ბანანი იმ დროს იყო შავი და ახალი ჯიში გამოიყვანეს რომელიც იყო ყვითელი და მაგის მერე გაიზარდა მარკეტინგული ტრიკი მეცნიერული ის ხო მაგრამ ხრიკია რომ ყვითელი უფრო ინდივიდუალია არ არის სწორი პასუხი ეგ არის კალა ხელა რაღაცა დაგასწრა ჩასწინეოჩენ შესაძლებელია რომ დაასტიკერეს მართლა და ამით უფრო თქვი ო არ გიქონს ეგ პასუხის დროს არ გიქონს არა დაასტიკერეს და ოფიციალური გახდა ანუ ბანანი კი არ იყო რაღაცა ესე კი არისო გამოარჩევდი იმით რომ ოფიციალურად დასტიკერებული იყო და ამით სანდოობა გაიზარდა ბანანის ეს სწორი პასუხია პირველად თქვი ძმაო ნახე არ გიქონს ცეგანი პროსტად მაგიტომ მკითხე ხო მაგიტომ მკითხე პასუხს რას მეუბნები მეთქი მაგიტომ მკითხე შენ დაასტიკერეს რომ მითხარი მაგიტომ მკითხარი ხო სინამდვილეში მოხდა ეგეთი რამე რომ დაასტიკერეს ბანანები პირველად და მაგის შემდეგ არის დღეს უკვე ხვდებით რომ ყველა დასტიკერებულია პირველად დაასტიკერეს მაშინ ამ კომპანიამ და ხო მაგრამ პირველი იყო რომელმაც გამოიყენა ეს ხერხი მაგარია რა მაგის შემდეგ გაიზარდა მათი უსტიკეროები მიყვარს გაყიდვები აი შემდეგ კითხვა ეს არ გადავალთ ქულებს შეგახსენებთ ყვარას აქვს -2 ქულა გუნდიშას -4 ქულა +1 ქულა კალას კნოს +1 ქულა ამით რა ქულები ანუ ახლოს ხართ ყველანი ეს შორს არ ხართ არც ერთი შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ -4-ა ასე გუნდიშა ესე კიდია აი შემდეგ კითხვაზე სანამ გადავალთ ჩვენი პარტნიორი სპონსორი კომპანია ასევე სოკარი რომელიც გვეხმარება ასე ვიდეოების გადაღებაში და ეს კითხვა არის სოკარისგან ამ კითხვაზე პასუხი შეგიძლიათ მოიფიქროთ ყველა ერთად ან როგორც რასად როდის პრინციპი იქნება ყველა ერთად იმსჯელებთ და მე ამოვარჩევ ერთ-ერთ თქვენგანს რომელიც უპასუხებს თუ პასუხი იქნება სწორი საპრიზო ფონდს რომელიც არის 226 ლარი დაემატება 74 ლარი და გახდება 300 ლარი ასო უში უკვე იმატებს 74 დიზელია ლიტრია რა სოკარის კითხვა 1906 წელს გამოცემულ წიგნში ქალი და ავტომობილი წერალმა დოროთი ლევიტმა ქალებს ურჩია მანქანით მგზავრობისას თან ქონოდათ რა რეზერვატივი მანქანა ალბათ მოიცა ნუ იმჟელო ჩემ ცოტი ხო მანქანა მოიცა საჭესთან მოიჯდან თან ქონოდათ სარკე შეიძლება ისა თმის ისა რა რომ არ მოფარებოდათ არა აბადოკი ხო მაგდოს გძელითები ქონდა ხო ეხლა კი არა ქონდათ და ასევე თმის გადასაწევი კაია კიდე რა ვერსია გვაქვს მაგრამ 1906 დები თუ იყო მაგ დროს ეს წიგნში წერია თან წიგნიდან რატო ურჩიეს რაღაცა 1906 წელს წიგნში ურჩიეს
ფილმში საჭესთან უჩიეს. რაღაც თავდაცვის იქ საშუალება ხო არ საერთოდ არის მამაკაცებისგან ხალი და შესაძლებელი რა, ის ხალი და მანქანა. ხალი და მანქანა, მაგარი წიგნია. ხალი და ავტომობილი. ხალი და მანქანა. ლაპარაკეთ. ანუ რაღაც ძალიან ელოდადის მანქანები რაღაცა ხო არ მე ქალს რატომ უნდა უჭე ქალს რა შეიძლება დაჭირდეს ის ურჩია რომ ქუსლიანები არ ჩაიცვან. მეორე ფეხსაცმელი ჩაიდოს მანქანაში. ფეხზე ნუ გაიხდა. არა მეორე საათმა უჩევდო რომ პირდაპირ მით ჩაჟი ყველაზე არა, ის ისეთი ხუხლებზე დადიან მაგ დროს. ყველაზე და მნიშვნელოვანი პოტასები დაიწყოთო რა. სველი სალფეტკი. კაი, მოდი მოვჩეთ. უპასუხებს გუნდიშა. სუსტი გოლი ნახა და ეხლა მეორე წყვილი ფეხსაცმელი. კაი, სანამ უპასუხებ, მოდი დაგეხმარები და გეტყვი, რომ სწორი პასუხი შენა იყო. პროსტა არჩე, ვინ უპასუხებ? ხო, შენ არჩიე პროსტა მისგან იყო ეგ არა, ხო? მე რატომ მომახ. ხო, ეხლა ვისგან იყო და რა თქვა, მაგასაც ვერ გეტყვით. მაგრამ სწორი პასუხი იყო. აი, მიდი. მაინც ჩემ ვერსიას ვიტყვი და მეორე წყვილი ფეხსაცმელი, რომელიც არ იქნებოდა ქუსლიანი. რა მოგაცხალა 74 ლარი ჯიბიჯი. თვითონ იცის რომ ვერ მოიგებს შემა და მაგიტებილო პასუხი. ხო, ეს პასუხი არ არის სწორი გუნდი. აუ, კაი, როგორ გამიხდა? სწორი პასუხი იყო და ეს იყო სარკე. ანუ მაშინ მანქანებს არ ჰქონდათ უკანა ხედვის სარკეებიდან ვერ სარკეს მაინც არავინ არ ამიტომ პასუხობდა. ჭირდებოდათ ქალებს ურჩია რომ კაცებს არ ჭირდებოდა. ქალებს ურჩია რომ ქალებო როცა დადიხართ და ქალების მაინც solidarity ხართ რომ მოდი ქალებს სარკე იხმარეთ და სარკე ისე და ჭირდება. ესე. სარკე ხო თან იქონიეთ სარკეო. აბგონზე რო გადიხარ. ვა. კიდე შემდეგ ხო არა, გუნდიშა მაინც გასაგდებია გუნდი. გუნდიჟა ზალი დაკეთებდა საბოლტაჟს ოკეი გუნდიში შენ რომ მეუბნებოდი რომ ქუსლიანი ფეხსაცმელი ორი უნდა ქონდეს სინამდვილეში პირველი ქუსლიანი ფეხსაცმელი აღმოჩენილია რომ მე-16 საუკუნეში იყო სპარსეთში ond ქალებს კი არ იცოთ იცოთ კაცებს ხო, ეგ ვიცი შეჭ. ხო და რატო იცოთ კაცებს ისთვის ჭირდებოდათ ქუსლიანი ფეხსაცმელი ნო ამასრო ეგ პასუხი გაქვს აბა საბრძოლოდ იყენებდნენ ალბათ, ლოგიკური ეგაა. თვალში უნდა გაიყარა. ისთვის ხო საბრძოლოდ იყენებდნენ. დაარჭო. საბრძოლოდ წვეტიანი იყო ეს ქუსლი. იყო წვეტიანი და ან ესე ან ეს. ატაკებდნენ ესე ან უტყამდნენ, ან ესროდნენ. ნო არგუმენტული პასუხია ლეოს ერთი ქულა ყნას მას სწორი პასუხი არა სპარსეთში სპარსეთში. უდაბნო ხო ბევრია. კი ბატონო აქედან გამომდინარე აბა. სიარულში ესა იმაში ფიშაში ეჭობოდა კარგად. და ერთხელ დაღმართზე ჩარბოდნენ. მიდიოდა. ძალიან კაი. აღვარწევ. ქვიშა ხო არ ჭირდება აღმართი ხო კიბეები ხო არ არის პირი ჩოლეური ფეხსაცმელი კარგად ხო ბიჭო, მოჭიდება აქ. მოჭიდების გამო ბინუს ერთი ქულა მე გონდი ჯერ ის არ იყო მოგონილი რა. რა. გაზაჩოკები ცხენს რო ურჭოვდნენ და ამას ურჭოვდნენ ხოლმე ცხენს. ეს სწორი პასუხია სინამდვილეში მართლაც ესე იყო ცხენზე რომ სწორასწორობა შეინარჩუნებინა და კარგად ფეხები დაემაგრებინათ ან კარგად ქონდათ პლუს ორი ქულა გუნდიშას ან ცხენზე იყენებდნენ აი პასუხა სადაც მართალი იყო არელოდა თვითონაც. შემდეგ კითხვა არგუმენტირებული სიმეთი უფრო მქონდა. რეალი აგებს და ნერვიულობს. აგებს. იაპონიაში გამოიგონეს კალამი რომლის ბოლოშიც არის აი მწერები და პარაზიტები ჩასმული აი ბოლოში რისთვის არის რისთვის გამოიგონეს ესეთი კალამი ყარა ღიათ არის ეს წერები თუ ხო ხედავ კი რა თქმა უნდა შეკრულია მაგრამ შეხედავ რა ვიზუალურად ხედავ მე მეგონა რომ ის იყო გარედან იყო და გარედან ზემოდან ეჯდა პარაზიტი. დაფრინავენ ესე გარშემო. აი -1 ქულა ყარა მეცა. მოვიფიქრე. ის რა ქვია, ეს მავნე ჩვევას რო გადააჩვიონ ხალხი კალამს რო ჭამენ. და პარაზიტები თუ შეჭამ დაგინძრევა რა. მოდი შანი ხურება აი, მოჭველი და მაგას კლაჩავს კი ეს მართლაც სწორი პასუხია ანუ ამ კალას ჩუქრინდნენ ადამიანს ვინც მავნე ჩვევა ქონდა აი კალამს რო გეჭავენ ნუსებში აღარ ვარ. პლუს ორი ქულა გუნდიშას
მექსიკაში არსებობს ქუჩაში ესეთ სერვისი. მიდიხარ და ფულის სანაცვლოდ, ფულს იხდი, დენს გირტყავენ. რატომ? რისთვის? რა სერვისია? რისთვის არის ეს საჭირო? ყარა? დავიდახე. მიხა მარღივდა, ხმა არ ქონდა. არა, რო გამოგაფხიზნო და შეიძლება რაღაც გიძინება. ძალიან ბანალური. და რო ენერგიაზე მოხვიდე რაღაცნაირად. აჰა. და ყარამ დაქლაჩა მეგობრებო, კი, სწორი პასუხია. ანუ ეს არის მართლაც ეგრე ხდება, ანუ მექსიკაში შეგიძლია რომ მიხვიდე ქუჩაში და შეიძინო მსგავსი მომსახურეობა, მიდიხარ, თუ ცოტა ან ბარიდან გამოდიხარ, შენ დაგჭირდება ხშირად. ხო და ცოტა ვეხარ ხოლმე მიდიხარ და უკვე აი დავარტყა დენს გიყავენ და მოდიხარ, ხოლმე მოდიხარ, უფრო ფხიზლდები და ლეუსორიკულა ყვარას და ეს არის გადამწყვეტი კითხვა. ეხ გავარკვევთ ვინ არის გამარჯვებული. ეხა მე შეიძლება მეცილეები გაიჩნო. არა, ვინმე თუ უპასუხოს. სწორო პასუხი იქნება. შუა საუკუნეებში ევროპაში ძალიან ხშირ იყო ოჯახში ძალადობის ფაქტები. თუმცა მეუღლეებს შორის მოიფიქრეს ისეთი რამ, რაც დავების გადაჭრის ძალიან ორიგინალური გზა იყო. რა მოიფიქრეს? რა იყო? ყარა? კონტრაქტი. კონტრაქტი? დაედოთ კონტრაქტი ერთმანეთს ცოლქმას. და ძალადობა, ნახე, ძალადობა ხდებოდა. რაღაც. მერე? კონტრაქტი? კონტრაქტი თაშვებოდა. ძალადობა მე სხვა მიწავთ ხო? განქორწინებას. აკრძალო კი არა და დალევა აუგზალეს ქურებს. ძალიან ორი. ლოგიკური არის. ვაფშე მთლიანად აღარ შენ აღარ დალევ და всё აღარ შო, სწავლა. კაცებისთვის აკრძალო იყო სასმლის. რაღაც პერიოდი იმუშაო. არა ის საერთოდ. უბნის ინსპექტორი შემოიგდეს. და ის არჩევდა. ორცელი იჭერდა ხო. შეიძლება ძალიან მარტივი ის იყოს, იმ დროს ალბათ არ არსებობდა არაფერი კანონი და ისეთი და ჯარიმები დააწესეს მაგ დროს. დაუწესეს ხმარ ჯარიმა? იმაზე ძალადობაზე, ქალზე ძალადობაზე პირველად შეიძლება მაშინ დააწესეს. ოჯახური კონფლიქტი. ლეოს ერთი კოლა გუნდიშას არგუმენტირებული პასუხი. არა, ძალადობაზე მე. ხო შეეზღუდათ ანუ ხო რა რომ აი ჯარიმები რა ფულადი ჯარიმა დაუწესეს ხმარს. არა, იქ სწორი. ლეოს ერთი კოლა არ არის სწორი პასუხი, მაგრამ ლეოს ერთი კოლა. ახე ორიგინალური პასუხია უფრო რა რაღაცა დღეს ამ ყველაფერს შანსი არ ავიღეთ. არა, ბავშვს ართმევდნენ. ბავშვს არ ყავდა? იყავდა. გეჩალიჩება. არ გიწევ, ხო ხედავ. ვიღაცა გარეპირი არ იყო ჩართული. ერთმანეთში გვარდება, ან დავების გადასაწყვეტად ერთმანეთში აგვარებდა. პირდაპირ ჩხუბობდნენ, ხელჩართული ჩხუბი ქონდათ პირდაპირ. რინგზე ჩხუბობდნენ. ნუ რინგზე არ ჩხუბობდნენ, მაგრამ სინამდვილეში მართლა ერთმანეთში ჩხუბობდნენ. ჩხუბობდნენ ბოლომდე. პასუხი არის ესეთი. რომ შუა საუკუნეებში ცოლ-ქმარ შორის დავების გადაწყვეტისთვის მეუღლეებს შორის იყო ჩხუბი. კაცი, რომელიც წელის სიღრმემდე თიხის ორმოში სვავდნენ, ქალს აძლევდნენ, ხელკეთით იყო ეს შეიარაღებული, ქალს აძლევდნენ ჩანთას, რომელიც სადაც 2 კილომდე იწონიდა, დაშვებული იყო ნებისმიერი მეთოდით ბრძოლა. მათ შორის თავში დარტყმა, დახრჩობა, ქალს შეეძლო ფეხებს შორისაც ჩაიყო ხელიო და ყველანაირ გზას მიემართა. ანუ მოვიგე? ანუ გუნდიშამ კი, ეგ თქვა ზუსტად გუნდიშამ. ხო, ჩხუბობდნენ. მართლა ანუ აჩხუბებდნენ ერთმანეთში. პასუხი იყო რომ ერთმანეთში. ნუ ზოთიდან. როგორ იყო? ანუ ოჯახურ კონფლიქტს აგვარებდნენ კონფლიქტით? ხო. თქონდა ოჯახური თაღარი. ორი ქულა მიიღო გუნდიშამ და დაქლაჩა -4-დან მოიგო დღევანდელი გადაცემა. ამათ გუნდიშ შენ შეგიძლია მოიგო +100 ლარი, ანუ 400 ლარი მოიგო და ვითამაშოთ 400 არა 7000. აი ის აი საპორტაჟი რომ უნდა და ის არ მოგვიგია ის დამატებით. არ მოუგია. ლარი არა. აა, ისეც ვერ ვიყო ხა. ბოდიში. ძალით იმაშვებოდა.
ხო, მართლა 326. 326 Peugeot 400 შეგეძლოთ 326. მოგეგოთ, მაგრამ 326 ლარი შეიძლება მოგეგოთ თუ წამოყვები სუპერ თამაშს. ვითამაშებ სუპერ თამაშს, რა თქმა უნდა. ბოლო კითხვაზე იქნება სამი სავარაუდო პასუხი. და უნდა და არჩიო. ერთი ამოსარჩევად გექნება, მარტივად გექნება უფრო საქმე, სამიდან ერთი და უნდა შეგვიძლია დაგეხმარო. და შეგიძლია რომ ბიჭებიც ხო დაგეხმაროთ. თუ მინდა ითამაშო. დავაი, მიდი ვითამაშო. თამაშობ? მე მაგ ბიჭების იმედი. ავიდა, მაშინ თამაშობ სუპერ თამაშს. სუპერ თამაშის კითხვა. გონდიშ. შვედეთში ერთ-ერთ ქალაქში აშენეს ავტობუსის გაჩერება. ეს გაჩერება სინამდვილეში არ იყო საჭირო, ანუ არ არსებობდა. აქ ავტობუსი საერთოდ არ დადიოდა. რისთვის ააშენეს ეს ავტობუსის გაჩერება? აინტერესებდათ რამდენად ბევრი ხალხი გაჩერდებოდა ამ გაჩერებაზე, იმიტომ რომ სინამდვილეში ხო არ იყო დამატება საჭირო ავტობუსის ხაზის ზუსტად იმ ადგილას. B. გაჩერება იყო ალცჰეიმერით დაავადებული მოხუცების თავშესაფართან და C. ქალაქის მერია თვლიდა, რომ ქალაქში ძალიან ბევრი ტურისტი დადიოდა და მათ ჭირდებოდათ ადგილი, სადაც უბრალოდ დაისვენებდნენ. უპასუხებს ლუკა კალატოს. შეგიძლია იმჟელოთ ახლა და რავი, ხო. პირველია. დაგითხული მაქვს. იმაში იყო, ქალი და ავტომობილში იყო. შვედური წიგნი. ერთი წამი, არა, ერთი წამი. ერთი წამი. მოსამოლობაში იყო, რომ ავტო გაჩერების სადგომი გაჩერეს, იქაც არ ჩერდებოდა? ააშენეს იქ, სადაც ავტობუსი საერთოდ არ დადიოდაო. ხო, მერე? ხო და და პირველი იყო, რომ მალე. აინტერესებდათ რამდენი ადამიანი გაჩერდებოდა იქ, იმიტომ რომ მართლა ხო არ იყო დასამაჭერებელი ავტობუსის ხაზი. მეორე ნახოთ. პირველ პასუხს. პირველი. არა. წვიმა დაიწყო, ხალხო, გვიშველეთ. დავაი, სკამები. დაგვიწვიმდა, მოკლედ ვერ გავაგრძელეთ გადაღება გარეთ, ამიტომ შემოვედით შიგნით, ბიჭები უკვე ჭამენ, კეიფობენ. ბოლო კითხვა სამწუხაროდ გუნდიშამ ვერა იყო. პასუხი იყო მეორე, ანუ ეს ავტობუსის გაჩერება ააშენეს მოხუცთა თავშესაფარის ალცჰეიმერით დაავადებულ მოხუცთა თავშესაფართან. პაციენტები როცა გამოდიოდნენ თავშესაფარიდან ჩერდებოდნენ ავტობუსის გაჩერებაზე და შემდეგ მათ ისინი ელოდებოდნენ ავტობუსს, რომელიც არ მოდიოდა და მათ უვნებლად უკან აბრუნებდნენ. დღეს სამწუხაროდ არ გათამაშდა, შემდეგში ალბათ გათამაშდება. დაგვიწერეთ კომენტარები და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. დიდი მადლობა ჩვენ წარმოგდგენ Betson Sports ამ ყველაფრის როგორ ხმარება. მეც ახლა ძამში ავდგები წავალ შევუერთდები ბიჭებს და მადლობა თქვენ. გამოიწერეთ არხი. ცოტას იმედია დამიტოვებენ. ნახვამდის გემშვიდობებით.